როგორც ხედავ, გარკვეული პოლიტიკური დებატები გაიმართა ამნისტიის კანონპროექტის განხილვის ნაცვლად და არ შემიძლია არ დავამატო, რომ ზუსტად იმ კაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგად ჩვენ მივიღეთ ყველაზე კრიმინალური ქვეყნიდან ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. რასაც შეიძლება თქვენ არ ადასტურებდეთ, რასაც შეიძლება თქვენ არ აღიარებდეთ და შეიძლება თქვენ არ აღიარებდეთ, მაგრამ მთელი მსოფლიო ამას აღიარებს და უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ საქართველო გადაიქცა ნამდვილად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად და ეს არის ზუსტად იმ სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგი, რაც ბოლო წლებში ხორციელდებოდა. თუმცა ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, მომხრე ვართ ჩვენ სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც ვთქვათ, ამნისტიის თავდაპირველი კანონპროექტი ითვალისწინებდა, რომ მასობრივად მომხდარიყო გაუთვალისწინებლად ისეთი დამნაშავეების ციხიდან გამოსვლა, როგორიც იყო, ვთქვათ, ყაჩაღობისთვის, ძარცვისთვის, ხულიგნობისთვის და სხვა თუნდაც ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის ბრალდებული პირების ციხიდან გათავისუფლება და რატომ? სწორედ ეს წვრილმანი ხულიგნობები წარმოადგენს 60% იმ დანაშაულებისა, რაც საქართველოში ხდებოდა და რის გამოც იყო გამოწვეული ქვეყანაში არსებული მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია დეტალურად მოხდეს თითოეული პატიმრის საქმის განხილვა და არა ვთქვათ რეციდივისტები გამოუშვათ, ვთქვათ მოუხსნათ ნასამართლობა და შემდეგ რეციდივისტებად ვეღარ ვაღიაროთ ეს ადამიანები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია უფრო დეტალურად მოხდეს სკრუტინიზაცია იმ საკითხებისა, რასაც ჩვენ ვიხილავთ ამნისტიის კანონპროექტში და რაც შეეხება იმას, რომ თქვათ საქართველო არ არის კრიმინალური ქვეყანა თუ არის კრიმინალური ქვეყანა, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რესპუბლიკის საბჭო ქურდების რაც იყო შემდგარი 15 ქურდიდან 1/3 იყო ქართველი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად კრიმინალური ქვეყანა იყო საქართველო და რამდენად კრიმინალური აზროვნება ახასიათებდა ერთი რაღაც პერიოდი ჩვენს ერს. აქედან გამომდინარე, ნუ ვიდავებთ იმ საკითხს რაც აღიარებულია, ვიდაოთ იმაზე, ვინ უნდა გამოუშვათ ციხიდან და ვინ არ უნდა გამოუშვათ. რა არის ქვეყნისთვის უკეთესი, როგორ ჯობია, რომ ისევ დავბრუნდებთ 90-იანი წლების დანაშაულებრივ ქვეყანაში, თუ შევინარჩუნოთ არსებული მდგომარეობა დანაშაულის კუთხით, არ იყოს დანაშაული, მაგრამ ამავე დროს ისეთი ადამიანები, რომლებიც არ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის საფრთხეს, ძალიან გთხოვთ, რა ჩვენ გისმენდით ძალიან ყურადღებით, როდესაც თქვენ საუბრობდით და ინებოთ და მოისმინოთ კრიტიკული აზრი. ძალიან დიდი მადლობა, თუმცა არ შემილია ერთი წუთი, არ შემილია ქალბატონ მარიამ არ გითხრათ, რომ თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ და ალბათ ბევრი რამე კიდევ გასაანალიზებელია. მე მაინც კოლეგიალურად უბრალოდ გირჩევდით, რომ როდესაც ესეთ შეფასებებს ხმარობთ, როგორც არის ერი, რომელსაც ჰქონდა კრიმინალური აზროვნება და შემდეგ, ძალიან ფრთხილად ვიხმაროთ ეს სიტყვები. ჩვენ ერს არასოდეს არ ჰქონდა კრიმინალური მენტალიტეტი, ჩვენი ქვეყანა არასოდეს არ იყო ყველაზე კრიმინალური ქვეყანა. იქ თუ ვინმეს გარკვეულ ჯგუფს ჰქონდა ესეთი წარმოდგენა ან მიდგომები ან შეხედულებები და მოწონდათ ის ტრადიციები, რომელიც მართლაც არის მიუღებელი სრულიად ცივილიზებული საზოგადოების, ეს არნიშნავს, რომ ერს ჰქონდა ესეთი აზროვნება და ფრთხილად იხმარეთ ხოლმე ესეთი სიტყვები. მე უბრალოდ გირჩევდით ამას, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას არასოდეს არ ახასიათებდა კრიმინალისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება. ეს უბრალოდ წინა ხელისუფლებამ აქცია პოლიტიკამ არაკორექტული მითითებები კეთდება ჩემს სასახლთან დაკავშირებით. ძალიან დიდი ბოდიში და საკმაოდ ხშირად მარიამ კარგი კუთხით არ არის ხოლმე მინდა გითხრათ, რომ მაშინ უფრო მეტად მოგეთხოვება და ერთს ნუ მივაყენებ შეურაცხყოფას. არანაირად არ ვაყენებ ერთ შეურაცხყოფას. მე ვსაუბრობ კონკრეტულად იმ ნაწილზე, იმ ჯგუფზე, რომელსაც ახასიათებდა ეს კრიმინალური აზროვნება და საინტერესო იდეა წამოვიდა, უთხრა კრიმინალური ხელისუფლება ყავდა. ვინც იყვნენ დახასიათებული ესეთი კრიმინალური აზროვნებით, ისინი საკმაოდ დიდ გავლენებს ფლობდნენ მთლიანად ქვეყანაზე და არა
არა მარტო საქართველოში. რა შეეხება? კარგი, ძალიან გთხოვთ ახლა. იცით რა დავამატებ რა კრიმინალური ერიკი არის ხო? ხელისუფლება ყავდა კრიმინალური. ძალიან გთხოვთ. დაწყნარდით რა გეყოფათ თუ შეიძლება, ია, ძალიან გთხოვთ. ეხლა მე ერთი წუთი ძალიან გთხოვთ. ეხლა ნუ ისარგებლებ ძალიან გთხოვთ საბავშვო ბაღს ნუ უწოდებთ რა ჩემი ასაკის გამო აქ ძალიან გთხოვთ. კორექტულები იყავ. პირველ რიგში მე ძალიან გთხოვთ იძულებას ნუ გამხდით რომ კომიტეტის ხდომა სხვა ფორმატში ერთი წუთი. გოდიში რა ქალბატონო ნანაი პიროვნულ შეურაცხყოფაზე ნუ გადავალთ ძალიან გთხოვთ რა. პიროვნულ შეურაცხყოფაზე ნუ გადავალთ. შევწყვიტოთ ადგილიდან საუბარი. ჩვენ არ შემიზღუდა. ხალხო არ გინდათ რომ მეორე საკითხზე გადავიდეთ? შევწყვიტოთ ადგილიდან საუბარი. იძულებული ვიქნები კომიტეტის წევრებსაც. თუ შეიძლება შევწყვიტეთ. ძალიან გთხოვთ ყველას ადგილიდან. უკაცრავად თქვენც მოგმართავთ რა. თუ შეიძლება დაექვემდებარეთ საერთო წესებს, როგორც პარლამენტის წევრი და კომიტეტის წევრი. სიტყვა ითხოვეთ უკაცრავად რა. გედი ერთი წუთი რა. ეხლა რამდენი მხრიდან გაგაჩეროთ? მე მოგმართავთ ეხლა ყველას. თქვენც გეხებათ ეს და ეხება ყველას. დაექვემდებარეთ საერთო წესებს. იძულებული გაგვეს სტუმრებსაც მინდა მივმართო ძალიან გთხოვთ მომეცით საშუალება კომიტეტის ხდომა ჩავატარო. ადგილიდან ნებართვის გარეშე შეიკავეთ თავი ესეთი გამოსვლებისგან. ჩვენ გვაქვს მეორე საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანი